მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. თუ რომ მიუთითეთ თქვენ თვითონ ვიდეო აქტუალურია ნახვიდან არა აქვს მნიშვნელობა როდის ნახავთ და მას ასე. ვნახოთ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რას ფიქრობს, რა ნაბიჯები იქნება მისი მხრიდან და ასე შემდეგ. ექვსიანი თასები ჩქარობს. მოკლედ შეგახსენებთ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშასე დავიწყოთ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ და აკომენტარეთ. აუცილებელია ენერგობალანსისთვის. უღრმესი მადლობა. მაშ ასე ვინ არის? აი ძალიან ბევრი ავჩეხე და ნახეთ როგორი ტიპაჟი ამოვიდა. თავისუფალი. არ უყვარს პასუხისმგებლობის აღება. არ არის მზად მოკიდოთ უზარმაზარი ტვირთი. ყოველთვის უყვარს სამკუთხედებში ტრიალი. ნახეთ, ისეთი შეგრძნება მეუქლება, რომ ერთ პარტნიორთან დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება აქვს. სამკუთხედების მოყვარული. საკმაოდ კონფლიქტურიც, პარალელურად რაღაცნაირად ეხლა აგრესიული ენერგიები ბობოქრობს მასში, აი როგორ არის იცით საკუთარ თავთან ჭიდაობას უნდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი. აქ იყო განუკითხაობა ურთიერთობაში, ძალიან დიდი ტკივილის ენერგია. ნახეთ, ბავშვური საქციელები, შესაძლებელია თასების პრინციპი ნიშნავს პატარა ასაკს, ან თქვენთან შედარებით პატარა იყოს, ან უბრალოდ საქციელები გქონდეს პატარა ბიჭის. აქ უზილო ღამეები, აკვეთებული ფიქრები, შფოთვები ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თქვენ ბევრად მაღალი ლეველი ხართ. ბევრად მაღლად გახართ, მათ შორის პენტაკლების დედოფალი ნიშნავს ქალს, რომელიც აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული არავისზე, განსაკუთრებით ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, წარმატებული ცხოვრებისეული თვალსაზრისით, წარმატებული კარიერის და ფინანსების თვალსაზრისით. ამიტომ რაღაცნაირად ეს ადამიანი თქვენთან არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ასაკი დიდი იყოს, მაგრამ ძალიან პატარა არა. საქციელებით, ქმედებებით, სიტყვა-პასუხით, აი ანალიზით, ურთიერთობის თუნდაც, შეფასების და ასე შემდეგ. რაღაცნაირად გაუფასურებულია მისთვის ეს ურთიერთობა. ძალიან ბევრი ტრამვა იყო. შესაბამისად, ეს ურთიერთობა რატო გჭირდებათ, კიდევ ვერ ხვდები და ნახეთ, რაც არ უნდა შემოგთავაზოთ და საბოლოო ჯამში მაინც წამოვარ მისგან რაღაცა გარკვეული წინადადება, ეს შეიძლება იყოს 4 დღე, 4 საათი, 4 კვირის ტენდენცია. ნახეთ, შემოძვირფესება არ იქნება ბოლომდე მისაღები მისი წინადადება თქვენთვის. კარგი, მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ახლა თქვენზე ეს ადამიანი. რას ფიქრობს თქვენზე? სხვათა შორის ფიქრობს, რომ ძალიან ძლიერი ქალბატონები ხართ. ფიქრობს იმას, რომ ცოტა ეშინია თქვენი. მაგები ხართ, ძალიან ძლიერები ხართ. ეშინია და ცდილობს დისტანცია დაიჭეროს ურთიერთობაში სხვათა შორის. სიშორეს ცდილობს დისტანციური ურთიერთობა, ცოტა ცივია, რეალურად ეშინია, რომ თქვენ არ აღმოჩნდეთ მისი მწარი განაჩენი. პარალელურად. მაგების შესაძლებელი პირდაპირ მნიშვნელობით ტაროლოგები მიყურებთ და ეს შიშის მომენტებიც გქონდეს, ალბათ ისინიათ რა მიერ გაუკეთოთ თუ რა არის არ ვიცი, ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში ისინი რომ თქვენი მორჩილი არ გახდეს. ამის გამო გარკვეული დისტანციას იჭერს, ნახეთ, ვარსკვლავი მაინც კაშკაშა ხართ, ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხართ, სექსუალური ქალი ხართ, ენერგიულად საკმაოდ საინტერესო ხართ მისთვის, თუმცა პარალელურად არსებობს შიშის ფაქტორები ამ ურთიერთობაში. კარმა ერთგვარი განაჩენი არ აღმოჩნდეს თქვენ მისი მწარი. ამასაც ფიქრობს, რომ იცოდეთ. მოდი ვნახოთ გრძნობა თუ აქვს. გრძნობა გაქვს? გრძნობის ემალება არ აქვს გრძნობა, ნამდვილად არ აქვს გრძნობა. ნახე, აქ გრძნობა, სიყვარულის გულისხმობა. ნამდვილად არ არის აქ სიყვარულის ემოცია, სამწუხაროდ. არის გაურკვეველი სცენარი ემოციის თვალსაზრისით მისი მხრიდან, თითქოს იცით როგორი შეგრძნება მაქვს, თავს იზღუდავს. მის სივრცეში არავის არ უშვებს საბოლოო ჯამში და აი ემოციის შიშის ფაქტორიც აქვს. რომ არ აღმოჩნდეს შემდეგ ძალიან დიდ გაურკვევლობაში ემოციური ფონი, იმდენად გამძაფრდეს, რომ შესაძლებელია ამან ტკივილი მოუტანოს, სიკვდილი მოუტანოს. აქედან გამომდინარე, აი ნახეთ, დაკვირვების არეალია დღესდღეობით. მისი მხრიდან ემოციის ფაქტორი, ნახეთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რა განცდებშია, საკუთარ თავს აკვირდება. საინტერესო. და მაინც არის რაიმე ემოციური ფაქტორი?
უფრო სექსუალური ენერგიები კი ბატონო. სექსუალურად შესაძლებელია იყოს მოჯაჭვული თქვენზე. ინტერესი აქ არის უფრო ინტიმი, აქ არის ვნების ფაქტორი და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს თქვენი დისტანციაც ეხლა შესაძლებელია დისტანციური ურთიერთობა იყოს, არ გამოვრიცხავ ღრმა პაუზაში გადაიზარდოს. მაგრამ პაუზაში და არა დასასრული. კიდევ, მოდი ვნახოთ რას გეკმავს საერთოდ თქვენთან დაკავშირებით, თუ გეკმავს ამას? რას გეკმავს თქვენთან დაკავშირებით? ძალიან უჭირს ნაბიჯების გადმითქმა, მანიპულატორია, ძალიან კარგი მანიპულატორია. ძალიან კარგი მსახიობია. თვითონაც არის ძალიან მძიმე ენერგიებში სხვათა შორის მინდა გითხრას და ბოლო 2 პერიოდი განსაკუთრებით ერთ იგივე წრეზე უწევს ტრიალი. ამიტომ ნახეთ გეგმებს ვერ აწყობს, ვერ აფერს, იმიტომ რომ რაღაც აგრესიულ ენერგიებშია, ძალიან დიდ გაურკვევლობებშია, სუხმლების, აი ნახეთ 6 არკანი ამოვიღე და 6-ვე ხმლების ენერგია. კონფლიქტურია. წინააღმდეგობებშია. საკუთარ თავს ვერ პოულობს. ძალიან დაკარგულია. ოღონდ დაკარგული ქვეცნობიერი, ღრმა ქვეცნობიერია ეს, ვიცოდეთ. გამოხატავს რამდენად გაჩვენებთ ამას, რამდენად გამოხატავს, არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია მისი ძალიან ლამაზი ღიმილის უკან ისეთი ქაოსი ტრიალებდეს, ისეთი ღრმა ქაოსი, რომ დამერწმუნეთ, რომ თქვენ კი არ ამას ვერ ამოიყვანს იქიდან, თუ საკუთარ თავს თვითონ არ უშველო. რა არის ეს კაცი კარგად? დისტანცია ურთიერთობაში, რაღაცნაირად ცივი ენერგიაა, ცივი ურთიერთობაა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან სექსუალური და ძალიან თბილი ენერგიები მოდის თქვენგან, საკმაოდ ძლიერი ქალბატონები ხართ. კარგი, საბოლოოდან მაინც როგორ განვითარდება საბოლოოდ ეს ურთიერთობა უახლოესი 2-3 თვის ტენდენციაზე ნახოთ. როგორც კი გაიგებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორი გამოჩნდა, დამერწმუნეთ, რომ უფლებთ დამდგარი პატიებას აუცილებლად მოითხოვს. როგორც კი ყურს მოკრავს, რომ თქვენს ცხოვრებაში უკვე სხვა პარტნიორია, იმისთვის, რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს, იმისთვის, რომ თვითონ იყოს ამ ურთიერთობაში კომფორტში, აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯებს. თვითდაჯერებულია ძალიან თვითდაჯერებული. ეს არის თვითდაჯერებული იდიოტის არკანი და რეალურად ნახეთ, იმდენად ჯერა საკუთარი თავის თუ შესაძლებლობების, რომ დარწმუნებულია, რომ სარ უნდა მოვიდეს, აუცილებლად მიიღებს. აი ის ფაქტორი, რომ თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდება და ამას ყურს მოკრავს, ეს იქნება მისთვის აი არ ვიცი. დაამხობს თავზე ყველაფერს. ამ თქვენი ერთი ქმედებით და ნაბიჯით. ეჭვიანია, საკმაოდ. ისე რომ იცოდეთ, ეჭვიანობის ფონზე, აი როდესაც მიხვდება, რომ რეალური წინააღმდეგობა მოდის უკვე ურთიერთობაში და სხვა პარტნიორია თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად შეცვლის ბედის ბოლოს 360 გრადუსით მოტრიალდება. შეიძლება რომ მთელი სამყარო იყოს თქვენი მისთვის და მთავარი ქალი რაც მთავარია. იმპერატრიცა. წარმატებებს გისურვებთ ჩემი ძვირფესებო, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.